მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 5-ზე, მე ვარ ლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოპოზიციურ მედიებს დეზინფორმაციისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველოს სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის სურვილია ხელი შეუწყონ როგორც სპორტულ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთა შორისი ურთიერთობების განვითარებას. სომხეთის პრემიერსა და დელეგაციის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარცელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. მზადება გამარჯვებისათვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და სომხეთის ნაკრების შეხვედრის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები დრო რჩება. მოლოდინი დიდია, გაყიდულია მატჩის ყველა ბილეთი. დინამო არენაზე გულშემატკივრები უკვე იკრიბებიან, პარალელურად ქართველი კომაგები მსვლელობას მართავენ. დავით კაპიტანოვი გვერდება ქრონიკის ეთერში. ზუსტად 1 საათი რჩება საქართველოს სომხეთის მატჩის დაწყებამდე და 3 დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად ფეხბურთელების განწყობა ამჯერადაც ამაღლებულია. რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, სადაც ბუნებრივია რამდენიმე სიახლეა. დაბრუნდნენ სასტარტო შემადგენლობაში გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებიც წინა შეხვედრაში ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო არ თამაშობდნენ. რჩება სასტარტოში საბა გოგლიჩიძე და ის ვეტერან გურამ კაშიას შეუწყვილდება ცენტრში. ასევე ძირითად შემადგენლობაში არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც უკანასკნელი 3 სანაკრებო მატჩია მოედანს გატანილი გოლის გარეშე არტოვებს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქართული სპორტის კომაგებმა ტრადიცია ამჯერადაც არ დაარღვიეს და მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ეროვნული ნაკრები ტრადიციული კომაგობით და არაჩვეულებრივი სანახაობით გაამხნევეს. ამაღლებული განწყობაა და მოვიგებთ აუცილებლად დღეს. მოვიგებთ მინიმუმ 3-0-ს. სომხეთში უკვე ისეთი თამაში ვანახეთ, რომ ჩემი აზრით დღეს უბრალოდ სიამოვნებისთვის მივდივართ იქ და დავტყვეთ თამაში. ძალიან მაგარი განწყობაა და ვიგებთ რა, იგივე ანგარიშით მინიმუმ. რატომ არის მნიშვნელოვანი UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და რატომაა დაუშვებელი C ლიგაში დაქვეითება? ამ შეკითხვაზე პასუხი უამრავ კომაგს აინტერესებს. საქმე იმაშია, რომ ევროპის 2028 წლის ჩემპიონატი წინა ტურნირისგან განსხვავებით ერთბაშად 4 ქვეყანაში ჩატარდება და ბუნებრივია 4-ვე მასპინძელი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესარჩევ ეტაპზე საგზურები შეზღუდული რაოდენობით გათამაშდება და სრულიად შესაძლებელია, რომ
C დივიზიონის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე წინა შემთხვევის მსგავსად პირდაპირ ვერ მოხდეს. ამის გამო საქართველოს ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია B დივიზიონში დარჩენა, ისკენაც ერთი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს სომხეთის მატჩი რამდენიმე წუთში დინამო არენაზე 18 საათზე დაიწყება. მადლობა, ქრონიკის ეთერში დავით კაპიტანოვი საუბრობდა. ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მატჩზე და მოლოდინებზე საუბრობს. მისი განცხადებით, განწყობა არის მაღალი, ქართველი გულშემატკივარი კარგ თამაშს, გამარჯვებასა და გოლებს ელოდება. 3-0-ის მოგების შემდეგ, რა თქმა უნდა, შანსები დიდია, მაგრამ მოდუნებაც არ ღირს, იმიტომ რომ ქართველი გულშემატკივარი ელოდება კარგ თამაშს, შედეგიან თამაშს, გამარჯვებას, გოლებს. ქართველ გულშემატკივარს დიდი ძალა აქვს და ეს გამოჩნდა ერევანშიც კიდევ ერთხელ, ასე რომ ყველანაირი განწყობა არის მაღალი და ველოდებით დღევანდელ თამაშს. დღის სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თეაონიანი ოპოზიციურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს. თეაონიანი ერთ-ერთ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმიანება. მისი განცხადებით, სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის მცირე ინფილტრაციასთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია არასწორია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სააგენტომ უხვინა ალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის მცირე ინფილტრაციის პროცესი შეისწავლა. უწყებაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო პროცესი ხვალიდან დაიწყება, რაც შეეხება ტაძარს ან ფრესკებს, საფრთხე არ ემუქრება. სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის ინფილტრაცია. სააგენტოს ხელმძღვანელობა მონიტორინგის ჯგუფთან ერთად დაუყოვნებლივ გამოცხადდა ადგილზე. მოხდა ვითარების პირველადი შესწავლა, იმ კერების გამოვლენა, საიდანაც შეიძლება მომხდარიყო წყლის ინფილტრაცია. ბუნებრივია, სპეციალისტებთან ერთად იუნესკოსთან შეთანხმებით მოხდება ტაძრის გრძელვადიანი საკონსერვაციო სამუშაოების და პროექტირების განხორციელება. სამწუხაროდ გარკვეულმა პირებმა იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულად გაეანალიზებინათ შექმნილი პრობლემა, საკუთარი პიარის მიზნით თუ რაღაც პოლიტიკური მოტივებით გავრცელეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, რომ ტაძარში არის კატასტროფული მდგომარეობა, რომ ტაძარს ემუქრება შეუქცევადი დაზიანების საფრთხე, რაც არანაირად არ არის სწორი. საბედნიეროდ წყლის გაჟონვა მოხდა იმ ადგილზე, სადაც ფრესკები არ არის. ეს სამუშაოები შეიძლება რომ ჩატარდეს უახლოეს დროში. კონკრეტულად ასაშენებელი არის ხარაჩო და ხარაჩოს აგების შემდეგ სპეციალისტების ჯგუფის მიერ შეიძლება ამ ბზარების ამოსუფთავება და შემდეგ რასაკვირველია ამოგოზვა შესაბამისი ტექნოლოგიური ხსნარებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლები 2 ადამიანი დააკავეს. დანაშაული 20 წლამდიან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა მოიყო. დაკავებულია 18 ადამიანი. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ გამოშვებას. უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეერთებული შტატების შუამავლობით საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დღეს დაიწყება. შეერთებული შტატების დელეგაცია ჯერ უკრაინის დელეგაციას შეხვდება, შემდეგ კი მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან გაგრძელდება. შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო უცნობია. ცნობილია ის, რომ ომში მყოფ ქვეყანას ტერიტორიების გაყოფაზე საუბარი მოუწევს. ამის შესახებ ცნობა მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა. უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინული დელეგაცია შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეათანხმებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც არ შეიძლება გახდეს რუსეთის სამიზნე.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის ერთგვარი მომზადება იყო. ამის შესახებ კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ტრამპი პუტინის შეხვედრაზე უფრო კონკრეტულ გეგმაზე საუბარი საუდის არაბეთში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. რასაკვირველია, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი იყო პრეზიდენტების შეხვედრის წინაპირობა. ეს შეხვედრა აუცილებლად სათანადოდ უნდა მომზადდეს. ჯერ არც თუ მარტივი ტექნიკური მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და ამ რთულ პროცესს ჩვენი მომლაპარაკებლები საუდის არაბეთში წარმართავენ. მას შემდეგ, რაც კონკრეტული სამუშაოები ჩატარდება, იხსნება ურთიერთგაგება და შეთანხმება. პრეზიდენტები შეხვედრაზე უფრო კონკრეტულ ასპექტში დაიწყებენ საუბარს. ნიუ-მექსიკოს შტატში ქალაქ ლას-კრუსის ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 2 19 წლის, ხოლო 1 16 წლის მოზარდია. დაშავებულია 14 ადამიანი, თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო. ამ დროისათვის სამართალდამცველები მის იდენტიფიცირებას ცდილობენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ტყის ხანძარმა სამხრეთ კორეაში ისტორიული ტაძარი გაანადგურა. დილით გაჩენილი ცეცხლის შედეგად ტაძრის ტერიტორიაზე 5 ნაგებობა დაიწვა. განადგურდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კიდევ 3 შენობა. მაშველებმა შეძლეს რელიქვიების გადარჩენა, რომლებიც ტაძარში ინახებოდა. ისინი მუზეუმში გადაიტანეს. დაკვლავ საქართველოს თელავში ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტის ერთი დღე ჯარში ფარგლებში ღია კარის დღე მოეწყო. სამხედრო ქვედანაყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ახალგაზრდები ჯარისკაცების ყოველდღიურობას გაეცნენ. სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ხორციელდება ასეთი სახის შეხვედრები, რაც ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციას და თავდაცვის ძალებისადმი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. შევეცადეთ მათთვის სასურველ ყველა კითხვაზე გაგვეცა პასუხი. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ტერიტორიული რეზერვის შესახებ. დავათვალიერეთ ტექნიკაც და აღჭურვილობას და ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი დღით. ყველაზე მეტად საბეჭდილება მოახდინა სამედიცინო აღჭურვილობა, რაშიც მოსწავლეებმაც მივიღეთ მონაწილეობა. ნახეთ მანქანები, იარაღები ძალიან მომეწონა. გავიცანით ჯარისკაცის საცხოვრებელს, კვებას და სურვილი გამიჩნდა რომ მეც მიმსახურო ჯარში. ყველაფერმა გადააჭარბა მოლოდინს და ყველაფერი ძალიან მოგვეწონა. გავიცანით მათ ცხოვრებას, საცხოვრობდნენ, დავათვალიერეთ ბევრი რა, მაგალითად ეს იყო იარაღები, აღჭურვილობა, მანქანები და ყველაფერი ძალიან კარგი იყო. წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისათვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. ახალგაზრდებს ეძლებათ საშუალება ისარგებლონ კეთილმოწყობილი თანამედროვე სივრცით, სადაც ისინი შეძლებენ დაუფლებას ქართული ნაციონალური ქორეოგრაფიის. ორმაგადმნიშვნელოვანია კერძო სექტორის თანადგომა ჩვენს გვერდით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა მინდა მათ გადაუხადო. მიხარია რომ ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსგავსი შემოქმედებითი სივრცის გახსნას და მე მინდა ვუსურვო წარმატება ამ ახალგაზრდებს. მე მჯერა რომ ეს ადგილი იქნება როგორც აფხაზეთიდან დროებით დევნილი, ასევე სხვა ახალგაზრდების უნარჩვევების, მათი პროფესიონალიზმის გამოხატვის. მესამე დღეა თბილისი ძიუდოს საერთაშორისო გრანდ სლემს მასპინძლობს. ისევ როგორც წინა 2 დღე ქართველი სპორტსმენებისათვის დღევანდელი ასპარეზობაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. დეტალებით გიორგი ლაშაური გვერდდება პირდაპირ ეთერში.
ვარლამ საუბარს სიხარულო ინფორმაციით დავიწყებ. გიორგი ჯაბნიაშვილმა ახლახანს მოახერხა სლოვაკი მეტოქის დამარცხება და ბრინჯაოს медаლი მოიპოვა თბილისის გრანსლემზე, რაც შეეხება სხვა ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას. გურამ თუშიშვილი პლუს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ ფინალში იბრძოლებს, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის კი ირაკლი ჯაბნიაშვილი იბრძოლებს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ადგილზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა იმყოფება ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი ლასლო ტოტი. მან ჩვენთან საუბარში თბილისის გრანსლემი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ნაწილმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა ტურნირზე. 52 ქვეყნის 385-მა უძლიერესმა ძიუდოისტმა მოიყარა თავი თბილისში. მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი არის თბილისის გრანსლემი. ჩვენმა ნაკრებმა სასიხარულოა, რომ ორივე დღეს მოიპოვა ოქროს медаლი და დღესაც იმედია ბოლოს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ ამ ღონისძიებას. საერთაშორისო ფედერაციისგან ჩვენ ტრადიციულად მაღალი შეფასება მივიღეთ. ყველამ აღნიშნეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ტურნირი ამ პერიოდში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ ძიუდოს ფედერაციას, ეროვნულ ფედერაციას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველა ფედერაციას უდგევართ გვერდში და ყველა ამ დიდ წამოწყებაში ვიქნებით მათ გვერდით. ძალიან კმაყოფილი ვარ, თბილისის გრანსლემი კარგად იყო ორგანიზებული. ეს არის ნამდვილად მაღალი დონის შეჯიბრი. ამ შეჯიბრისთვის 400-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოვიდა 53 ქვეყნიდან, რაც ამ წლის რეკორდია. ეს შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისთვის, არამედ ევროპული ძიუდოს გაერთიანებისთვის. გუშინ ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს სპორტის სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ევროპის ძიუდოს ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება. მადლობა ქართულ ძიუდოს ფედერაციას და ორგანიზატორებს. ძიუდოს საერთაშორისო გრანსლემი თბილისში დღეს დასრულდება. ირაკლი დემეტრაშვილი და გურამ თუშიშვილი კი ტატამზე ღონისძიების მიწურულს გამოვლენ. მადლობა. პირდაპირ ეთერში გიორგი ლაშაური საუბრობდა. ასეთი იყო ახალი ამბები 5-ზე, ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ იმედი news.gt-ზე. ზუსტად 8 საათზე დაიწყება ტრადიციულად საინტერესო იმედის კვირა. ნახვამდის.